დილამშვიდობისა. აი ესე სინქრონულად მოგესალმებით, მადლობა რომ გიყურებთ. დღეს ორშაბათი, ახალი სამუშაო კვირა და დღეს არის ივან ნათლისმცემლის შოუა, განსაკუთრებული დღე, სრულიად განსაკუთრებული წმინდანის და ყველას გილოცავთ ამ დიდ დღეს. მადლობა რომ გიყურებთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. კახა მქიაშვილი, სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიქნებით და სტუმრებთან ერთად შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. თუმცა მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. შვიდილის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს უფლის წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის შობას და მოიხსენიებს წმინდა მოწამე ძმებს ორენტის, ფარნაკის, ეროსის, ფირმოსის, ფირმინის, კვირიაკეს და ლონგინოს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას, როგორც უკვე მოვისმინეთ, გითხარით დღეს უდიდესი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა. ეს ის გამორჩეული წმინდანია, რომლის დღესასწაული წელიწადში რამდენჯერმე აღენიშნება და ცხადია პირველ სტუმრასთან სწორედ იოანე ნათლისმცემელზე ვისაუბრეთ. ჩვენი სტუმარი იქნება ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და როგორც გითხარით, ჩვენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე ვისაუბრებთ, რომელიც დღეს აღინიშნება. ასევე ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულების შესახებ. სტუდიის სტუმრები კი იქნებიან ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელი, უმაღლესი კატეგორიის მხატვარ რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური და კურსდამთავრებული საბა წოწორია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მგალობელ მომღერალთა ანსამბლ დიდგორის სოლო კონცერტი გაიმართა. ორიზებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და ნინი გალაშვილი უფრო მეც მოგვიყვება სიუჟეტით, რომელიც მან მოამზადა ამ თემაზე. ანზორ ერქომაშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი მართვე გასტროლისთვის ემზადება. ანსამბლი ქართულ ფოლკლორსა და ქართულ სიმღერას ამერიკის შეერთებულ შტატებში ფესტივალზე წარადგენს. სტუდიის სტუმარი კი იქნება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი ქუტიძე. 3 ივლისს საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ლაშარი ჟურის ხელმძღვანელობით და მასპინძლობით გაიმართა ქართული ქორეოგრაფიული საღამო სახელწოდებით კიდევაც დაიждებიან. ამ ღონისძიების შესახებ გადაცემის მშობლობისას უფრო მეც მოგიყვებით, ეს კიდევ ერთი საშუალებაა, როცა ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდები მოზარდები იღებენ ამ ქართულ მოტივებზე შექმნილ ღონისძიებაში მონაწილეობას. აქვე გეტყვით, რომ საღამოს ესწრებოდა პარიზის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტ იანო კანდელაკი და ჩვენ გვექნება ამაზე ერთგვარი მიმოხილვა. ესეთი გადაცემა გელოდება წინ, როგორც იქნება საზაფხულო ამინდი ჩანს, გაზაფხულ და ყოველ შემთხვევაში მზიანი დილაა და ნახოთ როგორი ამინდი გელოდება დღეს თელ საქართველოში.
დილამშვიდობისა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გილოცავთ ივანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. სწორედ ამ თემაზე მობრძანდა ჩვენი პირველი სტუმარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დილამშვიდობისა. მამა არჩილ, დაგულცეთ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დილამშვიდობის გილოცავთ ასევე, გაიხარით. უდიდესი წინასწარმეტყველი, წინამორბედი ივანე ნათლისმცემელი თავად მაცხოვარი სახარებიდან გვეუბნება, რომ ამაზე დიდი ადამიანთა შორის არ შობილაო. ნუ ამ ხელა შეფასებას აძლევს განკაცებული ღმერთი ივანე ნათლისმცემელი. ვიცით რა თქმა უნდა ყველა მისი ცხოვრება ალბათ იმ წმინდანებს მიეკუთვნება მინიმუმ ყველას რო გაუგია თუ კარგად საფუძვლიანად არიციან იმიტომ ნათლისმცემელია ივანე ნათლისმცემელია და აქვე ვიტყვი თავში აღნიშნე რომ იმ გამორჩეულ წმინდანებშია რომლის დღესასწაული წელიწადში რამდენჯერმე აღინიშნება შობაც თავის კვეთაც და ასე შემდეგ ხომ მოდით ვისაუბროთ მასზე ამ უდიდეს ფიგურაზე უდიდეს მოვლენაზე უდიდეს ადამიანზე უდიდეს წინასწარმეტყველზე უდიდეს წმინდანზე რა შეგვიძლია ვთქვათ ძალიან გამორჩეული პიროვნებაა ნამდვილად ივანე წინასწარმეტყველი და წინამორბედი ეს არის მართლაც ის ფიგურა ის წმინდანი რომელსაც ჯერ მარტო დასახელება აქვს რამდენიმე რომ ეს არის წინამორბედი წინასწარმეტყველი ნათლისმცემელი იგი არის ის იშვიათი გამონაკლისი რომელიც მართლაც წმინდა წერილშიც რამდენჯერ მიანახსენები და გარდა ამისა ჩანს ისიც რომ მაცხოვარი პირადად იცავს მის ღირსებას რამდენჯერმე სხვადასხვა ხალხთან საუბრისას და დიალოგისას. ალბათ ორიოდე სიტყვით იმას უნდა შევეხოთ იმ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს, რა ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით. ის იყო მღვდელი ზაქარიასა და ლუკა მახარებელი გვიყვება, სხვა მახარებლებთანაც არის იგი ნახსენები, თუმცა ძირითადად ინფორმაცია სწორედ ლუკა მახარებლის სახარებიდან ვიგებთ. იგი იყო მღვდელი ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟი, მისი დაბადებაც ასევე იყო სასწაულებრივი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხნოვან ასაკში იყვნენ მისი მშობლები, როდესაც იგი შეეძინათ 90 წელს იყვნენ გადაშორებულნი და მისი დაბადებაც იყო ერთი დიდი სასწაული და მისი წინამორბედობა, მისი ესეთი ბიბლიური ფუნქცია გამოვლინდა თუნდაც ამაში, რომ მან თავისი დაბადებით თითქოს და საფეხური მოამზადა, ერთი ნაბიჯით აამაღლა ადამიანების გონება იმ დიდი და მართლა გონება მიუწვდომელი სასწაულის მისაღებად, რაც შემდეგში იქნებოდა უკვე ქალწულისაგან შობა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისაგან შობა ჩვენი უფლისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი. ასე რომ წინამორბედი, როდესაც მოდის ამ ქვეყნად, ეს არის მართლაც განსაკუთრებული პერიოდი, ის არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის, რაც არაერთი ნიუანსით დგინდება და מחვილდება ხოლმე ამაზე ყურადღება, თუ როგორ არის იგი ერთის მხრივ ძველი აღთქმის ბოლო წმინდანი და ახალი აღთქმის თითქოს პირველი წმინდანი, ეს რა თქმა უნდა მეტნაკლებად სიმბოლურია, ეს შედარება, რადგანაც წმინდანთა დასი ასე არ განიყოფება და მით უფრო ახალ აღთქმაში პირველ წმინდანებს ხან მაცხოვრის შობისას მოწყვეტილ ბეთლემში მოწყვეტილ ყმებს უწოდებთ, ხან ივანე ნათლისმცემელს, ხან რა თქმა უნდა ახალი აღთქმის ეკლესია, როდესაც უკვე არსდება სულთმოფენობის შემდეგ, იქ არაერთი სხვა ადამიანიც ეწამება, მათ შორის სტეფანე პირველ დიაკონი, მათ შორის მოციქული იაკობი, რომელსაც და ასე შემდეგ. ასე რომ ეს შეფასება ის არის, რომ იგი არის ერთ-ერთი პირველთაგანი თუნდაც ახალ აღთქმაში და იგი არც ძველისაა და არც ახლისა, თითქოს და თავის თავში აერთებს ყველაფერს ერთად. ივანე აღიზრდება ობლად ეს ასაკში მყოფი მისი მშობლები აღესრულებიან და წმინდანები არიან ისინიც. დედის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ძალიან ცოტა გვაქვს. მამის გარდაცვალების შესახებ ასევე წმინდა წერილშია რამოდენიმე სიტყვა ნახსენები და წმინდა საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს იმას, რომ მღვდელი ზაქარია ტაძარში იქნა მოკლული საკურთხეველთან ახლოს. თუმცა ვიცით დედამისი ახლობლად ნახმარსავი იყო ღვთისმშობლი, ჩვენ ვიცით ღვთისმშობლს როცა ეხარება მიდის და მაშინ კრთება მუცელში ნათლისმცემელი და ძვითი სასწაულებრივი და წინასწარმეტყველო სიტყვები ერთგვარად როცა ეუბნება, ხო, წმინდა ელისაბედი. შემდეგ თვითონ ზაქარია წინასწარმეტყველებს დაბადებისთანავე ნათლისმცემელზე, ეს წინასწარმეტყველება სწორედ სახარებიდან ვიცით და ის შეიძლება ითქვას, რომ აი ამ პერიოდში ერთ-ერთი პირველი ასკეტიც არის და ცხოვრობს ასკეტურად და მაშინვე ყველა ხვდება, რომ ეს არის გამორჩეული პიროვნება.
იმ დონეზე გამორჩეული, რომ აი, როცა მაცხოვარი მოდის, უკვე ხალხი იყოფა კიდეც აზრები, ხომ ეს არის მესია თუ ეს არის მესია. კი, ძალიან დიდია იოანე, ნამდვილად და მართლაც დედისგან შობილთა შორის გამორჩეულია და იგი ზოგადად ითვლება ასკეტთა, მონაზონთა, ქალწულთა და ასე ვთქვათ ძალიან წმინდა მოღვაწეობის მოყვარულთა დიდ და საერთო მფარველად. იგი ხშირად სწორედ ანგელოზებრივი ფრთებით გამოისახება ხოლმე ხატებზე, იმის ნიშნად, რომ ანგელოზებრივი და განსაკუთრებით ესეთი გაწმენდილი და ესეთ სუფთა კრისტალიზებული ცხოვრება ჰქონდა მას. და იოანე გამორჩეულია, რაც თქვენ ახსენეთ, პირველი ფრაზა, მართლაც მამამ ვეთქვა, მისმა მშობელმა მამამ, რომ ძე მაღლისა ეწოდება, აი ამ აშკაც ეს იქნება გამორჩეული, ის იქნება ღვთისმადიდებელი და ღვთისმსახური და რა ხდება, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიდის მართალ ელისაბედთან თავის ნათესავთან, მას შემდეგ რაც ერთის მხრივ თვითონ უცლად იღებს უკვე კაცობრიობის მაცხოვარს და იგებს ზეციური უწყებით, რომ ასევე მისი ნათესავი არის ელისაბედი ურსულად და თავად ღვთისმშობელიც პირველი ახარებს, ღვთისმშობელიც იქით მიახარებს ელისაბედს ამ ამბავს, რადგანაც ელისაბედს თავად რცხვენოდაო ამ დიდ ასაკში, რომელშიც იგი იმყოფებოდა, ერიდებოდაო გამოჩენა საკუთარი ორსულობის. თუმცა იგი უკვე 6 თვის ორსული იყო და სწორედ 6 თვით ადრე აღინიშნება ქრისტეს შობამდე იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული, რომელსაც დღეს ვზეიმობთ და საქმე რაშია, კრთებოდა ყრმა დედის მუცელში ერთია, მაგრამ აღწერილია ის საოცარი რამ, რომელიც რაც როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, არ ვიცით და როგორც ჩანს ეს მაინც მოხერხდა. სიხარულით კრთებოდაო. ანუ არისვენებდა და იოანე თუნდაც სხვა წინასწარმეტყველთაგან გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჯერ კიდევ დაბადებამდე იწყებს მოღვაწეობას, ანუ ჯერ არ დაბადებულა და უკვე წინასწარმეტყველებს და იგი ახერხებს იმასაც, როგორც მამები ამბობენ, რომ არათუ მხოლოდ თვითონი წინასწარმეტყველოს, არამედ სხვისი ბაგეებიც კი გამოიყენოს წინასწარმეტყველებითო და რა სიტყვებსაც მართალი ელისაბედი ამბობს ღვთისმშობელთან შეგებებისას, ითქმება, რომ ეს არის იოანეს სიტყვები, რომელიც მან დაბადებამდე დედის პირით უკვე თქვა, ანუ სხვა ადამიანის პირით უკვე წარმოთქვა წინასწარმეტყველება და ის მრავალი თვალსაზრისით არის ნამდვილად გამორჩეული და მისი ქადაგებაც და მისი მოღვაწეობაც, რაც მან მოასწრო და რაც მან გააკეთა, არის ნამდვილად ყოვლად უნიკალური და გამორჩეული სინანულზე ქადაგების ისტორიაში. და აი, მოდით გავიხსენოთ ერთგვარად მისი ცხოვრება, სანამ მაცხოვარი მიდის და ეს ნათლისღების საიდუმლო ასრულდება, მანამდე, როდის გამოდის ასპარეზზე ნათლისმცემელი და როგორია მისი ქადაგება, თუმცა ის მალევე მოიზიდავს ხალხს და ის ძალიან დიდი ავტორიტეტია. ის გამოც ეროდეს ეშინია მისი მოკლა. იგი ნამდვილად ძალიან დიდი ავტორიტეტია და არათუ მისი მოკლა ეშინია, რაც ჩანს, თუმცა საბოლოოდ მაინც ბოროტება არასოდეს არ მოირიდებს სიკეთის დაზიანებასა და გახსნას. არამედ გარდაცვალების მერეც კი, როდესაც მაცხოვარი გამოდის უკვე აქტიურ სამოღვაწეო საჯარო მსახურების ასპარეზზე, ჰეროდე თვლის და სხვა ადამიანებიც სავარაუდოდ თვლიან, რომ ეს იოანეა აღდგომილი და გაცოცხლებული. ანუ ეს ჩანს, ეს გვიჩვენებს ჩვენ იმას, რომ აღდგომის რწმენა ზოგადად არ არის ახალი, რასაც გვაბრალებენ ხოლმე ქრისტიანებს, ესაა კაცობრიობის საერთო მეხსიერებაში და საერთო ცოდნაში ღვთისაგან ჩადებული აზრი, რომ ადამიანი მოკვდავობისთვის არ იბადება. ჩვენ მოგვისმენია ხოლმე, ხო, ხშირად, რომ აი სიკვდილისთვის ვართ დაბადებულნი. ამბობენ ხოლმე ადამიანები, არა, ჩვენ სიკვდილისთვის არ დავბადებულ ვართ. სიკვდილი არის ის ერთადერთი რამ, რაც ღმერთს არ გაუჩენია, რაც ღმერთს ჩვენთვის არ მოუნდომებია და სიკვდილი დაგვემართა ცოდვით. რადგანაც ცოდვა არის სწორედ შინაგანი განხეთქილების დაცემის სათავე ადამიანში, ღმერთისგან, ანუ სიცოცხლის წყაროსგან დაშორების სათავე, რაც თავის თავს ავლენს უკვე, რა თქმა უნდა, სიკვდილში, გარდაცვალებაში. სიცოცხლისთვის ვართ ჩვენ დაბადებული, ღმერთმა მარადიული სიცოცხლისთვის გააჩინა ადამიანი და ეს მოლოდინი აღდგომისა არის, რა თქმა უნდა, საყოველთაო და იოანეც, როდესაც იწყებს თავის საჯარო მსახურებას და გამოდის ასპარეზზე, იგი უდაბნოში იზრდებოდაო. სხვადასხვა ვერსიები არსებობს ამასთან დაკავშირებით. წმინდა წერილში არ არის დაწვრილებით აღწერილი, ვისთან და როგორ იზრდებოდა დაობლებული იოანე, თუმცა არსებობს ესეთი
ძალიან ამაღლებული გადმოცემაც, რომ თავად ანგელოზებიც კი ზრუნავდნენ მასზე. ამაზე სხვა ვერსიებიც არის, რომ იგი უდაბნოში იზრდებოდა სხვა თქვა ძველი აღთქმის მეწესე ასკეტებთან ერთად და შეიძლება ისინი იხსენიებოდნენ ანგელოზებად. ეს ვერსიებია, რომელზეც ალბათ უსაშუალოდ შეიძლება მეორედ მოსვლამდე დავა. ყოველ შემთხვევაში იოანე ყრმობიდანვე ძალიან წმინდად იზრდება, იგი არასოდეს არ იღებს მათრობელას სასმელს, იკვებება ძალიან მწირად, ატარებს მთელ თავის ცხოვრებას მართლაც ღვთის ჭვრეტაში და იგი არის უფლის წინამორბედი ყველაფრით და იგი არის სახე იმისაც გახსოვთ მაცხოვარი რას ჩვენს მაყურებელს ახსოვს კარგად რას ეუბნება მაცხოვარი ხალხს რომ თქვენ რომ სიკეთის მიღება გინდოდეთ არ დაიწყებდით ყველაფერი მიზეზის პოვნას ის ისეთია ეს ასეთია მოვიდა იოანე ნათლისმცემელი არ ჭამდა არ სვამდა იყო აი ასკეტიზმის ზენიტი და თქვით რომ ეს ეშმაკეულია მოვიდა ძეკაცისა თქვენთან ერთად ჭამს სვამს თქვენთან ერთად დროს ატარებს გეურთიერთობებად ყველანაირად ამბობთ რომ ეშმაკეულია რა გინდათო ხო უბანთაზე დამსხდომარეთა ესეთი უსაქმურ მოლაყბე ხალხს გავხართო რომლებიც ამლელსა და ჩამლელს უსტვენენო და ასე ვთქვათ ჭორავენ და დასცინიან და ოღონდ ვინმე გაკილონ იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის დასაწყისი არის ის, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა და მთავარი სიტყვები ასევე სულ რამოდენიმე ძირითადი ფრაზაა წმინდა წერილში მისგან შემორჩენილი, მაგრამ ისეთი საფუძველდამდები და კიდევ ერთი, რომ გამზადენით და წრფელყვენით ალაგნი მისნი, ანუ გამზადეთ გზები და ბილიკები უფლამდე მისასვლელად. გზებში და ბილიკებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ადამიანის აზროვნება, ადამიანის გული და გონება, რომ ყველაფერი უნდა გაასუფთავოს ადამიანმა, გაწმინდოს არასწორი აზროვნებისგან, არასწორი იდეებისგან, იდეოლოგიებისგან, მიზნებისგან და ასე შემდეგ, იმისათვის, რომ შეძლოს ღმერთთან მიახლოვება, ღმერთთან ღმერთმა შეძლოს ალბათ მასთან მოახლოვება, რადგანაც ზოგი ადამიანი უბრალოდ არ იკარებს ღმერთს თავის ცხოვრებაში და ღმერთი არ არის მოძალადე რომ ვინმეს ცხოვრებაში ძალით ჩაერიოს და გარდა ამისა შეძლოს ადამიანმა საკუთარი ადამიანობა რაც შეიძლება ღირსეულად და მაქსიმალურად განახორციელოს. არის შესაძლებელი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში რომ მივემსგავსოთ მას ვთქვათ და მისი ცხოვრების წესით თუნდაც სინანულის მიმართ დამოკიდებულება ეს ყველაფერი ვთქვათ გაიაზროს დღევანდელმა ადამიანმა. დროზე არ არის დამოკიდებული ქრისტიანობა საქმე ამაში. დროზე საერთოდ არ არის დამოკიდებულება არც ადამიანის სინანული, არც ადამიანის სიწმინდის სიყვარული. დროს მოაქვს თავისი ცვალებადი ნაწილები. სხვა შორის ქრისტიანობა ხშირად დარდება ხოლმე სწორედ ადამიანის აღნაგობას, ადამიანის აგებულებას. ჩვენ შევდგებით ძვლებისგან და რბილობისგან. ძვალი განასახიერებს იმ დოგმატურ მთავარ დებულებებს, რომლებიც არ უნდა იცვლებოდეს არც ერთ შემთხვევაში და არ შეიცვლება. როგორც ძვალი არც იდრიკება, არც მოკლდება, არც გრძელდება, ეს არის ისეთი, როგორიც არის. ეს არის დოგმატები, ეს არის ის სიმყარე, რომლის გარეშე შენ უბრალოდ ხერხემალი, ახოვანება, აღნაგობა არ გექნება. მაგრამ ჩვენ მარტო ძვლები არ ვართ, იმიტომ ძალიან უხეში იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა თუნდაც ორ ადამიანს შორის, რაღაც ხელის ჩამორთმევა რას დაემსგავსებოდა, ალბათ ბევრს გაახსენდება თავისი სკოლის დროინდელი ბიოლოგიის კაბინეტის გამოცდილება ჩონჩხებს რომ დაარბენინებდნენ ხოლმე ბავშვების სკოლაში და ხან მასწავლებლებს აშინებდნენ და ხან ერთმანეთს და ხან თანაკლასელებს. არა ჩვენ რბილობი გვაკრავს. ეს ძვლები რბილობითაა, ანუ მოქნილი ნაწილითაა შემოსილი. ეს არის ზუსტად ის რბილი ნაწილი უკვე ჩვენი ღვთისნიერებისა, ჩვენი ცხოვრებისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ერთმანეთს ისე შევეხოთ, რომ რაღაცა მე მოვიკლო, რაღაცა შენ მოიკლო, მაგრამ არსებობდეს ერთობა, თან ისე რომ ეს სიმყარე არ დაირღვეს არანაირად არც ერთ მხარეს. ამიტომაც ეს ასკეტიზმი ჩვენ თუ ფორმას ვაქცევთ მხოლოდ ყურადღებას, რომ ფორმით ყველა უდაბნოში გავიდეთ, ფორმით ყველა მკართველებმა ღვინო აღარ დავლიოთ თქვათ და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად გზასაცდენილი იქნება. მაგრამ ჩვენ თუ შინაარს გვინდა ჩავწვდეთ იმისას თუ რისთვის იყო ეს ყველაფერი არ იყო რა თქმა უნდა თვითმიზანი. როგორც მარხვა არ არის თვითმიზანი, როგორც ლოცვა არ არის თვითმიზანი. ეს რა თქმა უნდა მიზანი არის, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მიზანი. ეს არის ის საშუალებები, ასე ვთქვათ, ის შრომის იარაღები, რომლითაც ჩვენ მართლაც აი ამ გზებს ვასუფთავებთ ღმერთამდე მისასვლელად თუ ღმერთის ჩვენამდე მოსასვლელად და ჩვენ ვუმზადებთ ღმერთს შეხვედრის, ასე ვთქვათ, სივრცეს. დიახ, მამარჯილე, თქვენ ბრძანეთ, როცა პირველი მის ქადაგება ეხება სინანულს და
შენენთ რამე თუ მოახლოვებულ არ სასუფეველიცათა. დღემდე ბევრი ამბობს ხოლმე რომ რაღაც თითქოს მაშინ მეულო ყოფილიყო მეორედ მოსვლას შემდეგ. გულისხმობს თუ არა ნათლისმცემელი ერთგვარად თავად მაცხოვრის მოსვლას, იმიტომ რომ სასუფეველი ღმერთია, თავად ღმერთი სასუფეველი და მაინც ოდარ რა თქმა უნდა გამოჩნდებოდა ასპარეზზე იესო ქრისტე განკაცებული ღვთისა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავად ქრისტე მაცხოვრის მოსვლა იგულისხმება. და ასე ვთქვათ, ახალი რეალობის დადგომა. ჩვენ ახალი აღთქმის ადამიანებს, ქრისტიანობის ეპოქაში დაბადებულ ადამიანებს, თუნდაც ვინმე არაქრისტიანი იყოს, საერთოდ არ იყოს ადამიანი ქრისტიანი დღევანდელ მსოფლიოში, ღმერთმა ყოლა დაიფაროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია რანაირი იყო კაცობრიობის ცხოვრება ღმერთის ქრისტეს გარეშე. უბრალოდ ჩვენ ამას გონებით ვერ წარმოვიდგენთ, როგორც ვერ წარმოვიდგენთ ძალიან ბევრ რამეს. უსაზღროებას ვერ წარმოვიდგენთ. შეგვიძლია რაღაც კოსმოსი, აი რაღაცა რო არ მთავრდება, ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენთ მართლა როგორ არ მთავრდება რაღაცა ბოლომდე. ეს არის ჩვენთვის ბოლომდე მიუღწეველი და შეუცნობელი საკითხი. იოანეს მოღვაწეობაც, როგორც უკვე ვამბობდით, ეს იყო სწორედ აი ღმერთთან შესახვედრად და სწორად შესახვედრად მომზადებისათვის წინამორბედობა. ამიტომ არის რომ იგი იმ შეხვედრის დროსაც ნათლისღებისას მას ხო არ შეუბნება რომ შენ მოდიხარ ჩემთან ნათლისღებისათვის პირიქით შენგან უნდა ვიღებდე მე ნათელს, მაგრამ უფალი მას მიუგებს პასუხად რომ დააცადე აღსრულებად ყოველი სიმართლე. ანუ ის რაც წესია, ის უნდა გაკეთდეს, ის უნდა შესრულდეს. არა იმიტომ რომ ან ღმერთია ამითი შეზღუდული, ან უფალს არ შეუძლია რომ რაღაცა განაჩინოს ჩვენთვის და უფრო ცხადი გახადოს რაღაცა. და ბიბლიის სიტყვებია სწორედ რომ ჩემი სიმართლე თქვენი სიმართლე, ჩემი ფიქრები თქვენი ფიქრები არ არის. ჩვენ რომ რაღაცა გვეჩვენება, იქ შეიძლება იმდენი სიღრმე იყოს კიდე და იმდენი სიმაღლე იყოს ღვთისაგან ჩადებული და განჩინებული, რომ მხოლოდ სულიერი განვითარებისა და დაწინაურების გზაზე შეიცნოს და გაიაზროს ადამიანმა ეს ყველაფერი და მანამდე მხოლოდ ტრაფარეტურად კონდეს რაღაცა წარმოდგენილი. ამიტომაც იონე ძალიან როგორც პიროვნება, თუნდაც ურწმუნო ადამიანისათვის და მით უმეტეს მორწმუნისათვის, იონე არის ძალიან საინტერესო პიროვნება. პიროვნება, რომელიც როგორ მოღვაწეობს, როგორ ამხელს იგივე ადამიანებს, სხვადასხვა სოციალურადაც იმ თავისი ხანმოკლე მსახურების პერიოდში საოცარი პასუხები გასცა ადამიანებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ. აი თქვენ თქვით თანამედროვე ეპოქაში როგორ ვიცხოვროთ ესე. მასთან მიდიან ჯარისკაცები, ანუ ძალოვნები და ეუბნებიან რომ როგორ ვიყოთ. მიდიან მაშინდელი მეზვერეები, მიდის ყველა, აბსოლუტურად ყველა მიდის. და ეკითხებიან და ძლიერი ადამიანები, ასე ვთქვათ, ამასოფლის ასე თუ ისე მძლავრი ადამიანები ეკითხებიან ჩვენ როგორ გავიყოთ, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ამ სინანულს, ანუ ახალი ცხოვრების დაწყება, სინანული ახალი ცხოვრების დაწყება, თვალსაზრისის ცვლილება, აი ამას როგორ მოვერგოთ თან ისე რომ ის ყველაფერი ისე იყოს, რაზეც ჩვენ საუბრობთ და იონე მათ რა თეუბნება რომ ძალაუფლებას ნუ გამოიყენებთ ბოროტად. მათ ეუბნება რომ იმაზე მეტი არ აიღოთ რაც გეკუთვნით, თქვათ კანონით, კმა გეყავნა როჭიკი თქვენი, ანუ თქვენი ხელფასი, რასაც დათანხმდით, იქ ჯარისკაცი ხარ თუ მეზვერე, მებაჟე ხარ თუ ვინც ხარ, ის იკმარეთ, რასაც ხელი მოაწერეთ. ანუ თქვენ რაზეც დათანხმდით, რომ ასე იმსახურებდით, თქვენს გავლენას ნუ გამოიყენებთ ბოროტად და ადამიანებს ნუ დაჩაგრავთ. აი ამაზეა საუბარი. ყველა ადამიანს ეუბნება რომ მართალი იყავი, ანუ რაც შენ თქვი რომ ამას გავაკეთებ, ის გააკეთე. იყავი პატიოსანი, იყავი სოციალურადაც ჯანსაღი. და ნუ აეკიდები ასე ვთქვათ სხვას. აკეთე შენი საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მამა იონე, მამა არჩილ, ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ხდება სახარებაში და ვიცით რომ სახარებაში შემთხვევით არაფერი შეიძლება იყოს ნათლისმცემელი, რომელიც არის წინამორბედი, წინასწარმეტყველი, მუცლიდანვე აღიარებს ქრისტეს, ახარებს ყოველას, აკრძალვის მოწაფეებს და ეუბნება მოწაფეების პირით რომ შენ ხარ თუ სხვას უნდა მოულოდეთ. ის შემდგომაც მათ ხოვარი რაღაცებს ასწავლებს და ეუბნება რომ აი წადით და მოუყევით ეს იონეს და ეს თავი ვიცით. აქ შეიძლება გახდეს კითხვა როგორ იონეს ეჭვი ეპარება იმაში რომ ქრისტეა მესია? რა ხდება, როგორ განიმარტება ეს შემთხვევა? ეს შემთხვევა განიმარტება ასე იონეს ნამდვილად არ ეპარება ეჭვი ქრისტეს მესიაობაში
და იმაში რომ იმიტომ რომ მან რამდენჯერმე პირადად დაადასტურა რომ აჰა ტარიგე ღვთისა, რომელიც მოვიდა იმისათვის რომ აიღოს ამ სოფლის ცოდვები საკუთარ თავზე, მოწაფეებისთვის ხდება. ეს არის პრაქტიკული, ასე ვთქვათ, აი პრაქტიკული ადამიანური, პედაგოგიური მოქმედება, როდესაც ხდება ამას ცხადია. კი, მაცხოვარი ყოვლისმცოდნეა, რა თქმა უნდა და იგი ბრწყინვალედ ხდება ამ ყველაფერს. იგი საკუთარ მოწაფეებს აგზავნის მაცხოვართან ერთის მხრივ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად და მაცხოვარიც უბრუნებს მას რომ წადით და უთხარით იოანეს რომ იქ კელობლები ანუ კოჭლები ფეხზე დადიან, ყრუს ესმის, ბრმა ხედავს, უმჯობესდება ადამიანების ცხოვრება და ეს მხოლოდ მესიას შეეძლო გაეკეთებინა, შობიდან ბრმისთვის თვალი აეხილა და ასე შემდეგ. და ამ მხრივ ერთის მხრივ ეს დარწმუნება, ანუ რა არის იცით ერთია რომ შენ გაიგე, აი სახარებაში მაცხოვარი ამბობს ესეც სიტყვებს რომ დიდებულიაო ის ვინც აი ამ ჩემს სწავლებას დაიმარხავსო და ასწავლისო. ანუ ერთია რომ შენ სწორად გაიგე და მეორეა რომ შენ შეგიძლია ეს რაღაცა სწორად გადასცე სხვასაც. ყველა ადამიანს რომელიც სწორად იგებს რაღაცას არა აქვს სამწუხაროდ ეს უნარი. ზოგჯერ თვითონ სწორად ესმის რაღაცა, მაგრამ სხვისთვის სწორად გადაცემის უნარი არ შესწევს, არ გააჩნია. და მაცხოვარი ამას უსვამს ხაზს. ამ შემთხვევაშიც აი ეს ურთიერთობა იოანეს მოწაფეებისა, მათი მოძღვრისა და მაცხოვრისა ამ ასე ვთქვათ აღმზრდელობით ფუნქციასაც ატარებს, რომ ერთია რომ ეს მოწაფეები რაღაცას გაიგებენ სწორად და მეორე რომ თვითონ შეძლებენ სწორად დაუბრუნონ პასუხი იოანეს. ანუ თვითონ უფრო ღრმად გაიაზრონ ეს ურთიერთობა და გარდა ამისა იოანე როგორც წინამორბედი ხელს უწყობს საკუთარი მოწაფეების პირად ურთიერთობას მაცხოვართან, რადგანაც სწორედ მისი ყოფილი მოწაფეები არიან მაგალითად ზებედეს ძეები იოანე და იაკობ მოციქული, მისი ყოფილი მოწაფეა პეტრე და სავარაუდოდ მისი ძმა ანდრია და არაერთი ის მოციქული, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ 12-თაგანად, 70-თაგანად ან ზოგადად მაცხოვრის მიმდევრად. მამარჩელ, ასევე ალბათ ძალიან საინტერესო არის თუ ვისაუბრებთ იმ ფაქტზე, რომ რატომ არის წინაპლანზე წამოწეული უდაბნო უფლისაკენ სავალგზაზე, ვთქვათ, აი ამ სამოღვაწეო ასპარეზად და არა ქალაქია. ეს რა არის, ვთქვათ, ის მთავარი დანიშნულება უდაბნოს ამ შემთხვევაში როგორ განიმარტება? უდაბნოს ძალიან ბევრი და მრავალმხრივი განმარტება აქვს. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთთან მისაახლებლად ზოგადად გვჭირდება სიმყუდროვე, სიმშვიდე. ეს არის ასე ყოველთვის და ყველგან. არ არსებობს სხვა ადამიანური გამოცდილება არც ერთ ფილოსოფიაში, არც ერთ რელიგიურ სწავლამოძღვრებაში არსად. ადამიანს ჭირდება სიმშვიდე. იმისათვის, რომ თვითონაც მოусმინოს ღმერთს და ღმერთმაც უთხრას მას რაღაცა. ამიტომ არის რომ ლოცვასაც ყოველთვის ჭირდება სხვანაირი სიმყუდროვე. ამიტომ არის რომ ეს ასკეტიზმი აი გარკვეულ აი ქართული სიმყუდროვე ბერძნულად ისიხიად ითარგმნება. ანუ სიმყუდროვე არის დღეს რასაც ქართულადაც არაერთი წიგნი ითარგმნება ამ საკითხზე ისიხაზმი. ანუ ის სიმყუდროვე, როდესაც ადამიანს მაქსიმალურად აქვს ყურადღება გამახვილებული. ანუ ეს არის განსაკუთრებით ფაქიზი ურთიერთობა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ მაგალითად ქირურგი, როდესაც მუშაობს საოპერაციოში, როდესაც განსაკუთრებული რაღაც ოპერაცია ტარდება, იქ ავიც გულის გადანერგვა ხდება, რაღაცა ასეთი და იქ იმ დროს ტარდებოდეს მაგალითად კონცერტი. რაღაც ფესტივალი ტარდებოდეს, რომელიც თავისთავად არაა ცუდი, კარგი, მაგრამ აი ხტუნაობდეს ხალხი და ვინმეს წარმოუდგენ მხატვარი მუშაობდეს, თქვა, შეიძლება რაღაც წყნარ მუსიკას უსმენდეს ადამიანი რაღაც, მაგრამ მხატვარი მუშაობდეს, მართლაც რაღაცა ღრმა ნაწარმოებს ქმნიდეს და იქ იყოს რაღაც წარმოუდგენელი ალიაქოთი და ცეკვა თამაში იყოს მის გარშემო ატეხილი. არა. ძვირფასი რაღაცეები ყოველთვის იქნება სიმყუდროვეში და სიმშვიდეში. უდაბნოც და ის იოანეს სიტყვები, რომ ხმამ ღაღადებლისა უდაბნოსა შინა განმზადენით და წყალქვანი თალაგნი მისნი, ეს არის ამას მძიმეს სადავსვამთ ქართულში ორი მხარე აქვს. ერთი რომ უდაბნოდან ღაღადებს იგი ქალაქის მიმართ და ყოველასთვის რომ ყველგან გაამზადეთ მისი გზები, სადაც არ უნდა იყოთ, არა მარტო უდაბნოში, არამედ ყველგან და მეორე ისიც რომ თქვათ უდაბნოში გაამზადეთ მისი გზები, ანუ სიმყუდროვეში გაამზადეთ მისი გზები. და ზოგადად უდაბნო სწორედ აი ამ ყოველდღიური ალიაქოთისაგან განშორებას და სხვა, ასე ვთქვათ, ფარულ
იმიტომ რომ უდაბნოში არ ვერავინ ვერ იტყვის რომ უდაბნო უსაფრთხო ადგილია, იქ უამრავი ქვეწარმავალი, უამრავი შხამი და აბსოლუტურად არახელსაყრელი გარემოა ხშირ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებისთვის. თან ის უდაბნო, რომელსაც ჩვენ გულისხმობთ, იუდეის უდაბნო, თორე ახლა ქართულად უდაბნო ზოგადად დაუსახლებელ ადგილსაც ქვია და ანუ დაბურ ადგილს ქვია, სადაც შეიძლება არაჩვეულებრივი სიმწვანე და გადასარევი ბუნება იყოს. არა, ჩვენ უდაბნოში აი მხრიოქს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. ეს გულისხმობს იმას, რომ იქ ფარულ საფრთხეებთან გიწევს განმკლავება, რომელსაც ქალაქში შეიძლება საერთოდ ვერ ხედავდე. ანუ იქ უკვე შენ შინაგანში იწყებ მოღვაწეობას. დიდი მადლობა მამა არჩი. შეგვეციოს ივანე ნათლისმცემი. შეგვეციოს მადლობა საუბრისთვის. ივანე ნათლისმცემის შობის დღესასწაულია. ყველას კიდევ ერთხელ გელოცავთ. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებოდა ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. 9 საათი ერთად აღვნიშნოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს
მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნე საკურთხეველსა, შენსა ზედას ვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის ხუროთმოძღვრების ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის რესტავრაციის მიმართულების შესახებ. სტუდიის სტუმრები კი გახლავთ ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, უმაღლესი კატეგორიის მხატვარ რესტავრატორი, პროფესორი ბატონი მერა ბუჩკური და კურსდამთავრებული საბა წოწორია დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონ მერა, თავდაპირველად მოდის დავწყოთ საუბარი თავად სპეციფიკაზე, ზოგადად ეს მიმართულება როგორ ხასიათდება და რის გამოირჩევა? სანამ უშუალოდ კითხვის პასუხზე გადავიდოდი, მცირე წამზვარებას გავუკეთებ. იმიტომ რომ ეს დარგი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ ეკლესიის წიაღში მაგლაპარაკი, როცა 2002 წელს ხელმოეწერა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას, ეგრეთ წოდებული კონკორდატს. მის საფუძველზე მესაკუთრედ გამოცხადა ეკლესია. და ეს ისტორიული მესაკუთრე გახდათ და მას შემდეგ მესაკუთრეობა ანიშნავს იმას, რომ ჩემია და მორჩა მას მოყვა ვალდებულებებიც. ეს ძალიან კარგად გაათვითცნობიერა საკვლევა ჩვენმა უწმინდესმა და მაშინვე მისი კურთხევით ჩამოყალიბდა, უბრალოდ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სასულიერო აკადემიის წიაღში ჩამოყალიბებულიყო ამ მიმართულების დარგი, რასაც ქვიან მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია. ზოგადად საზოგადოებაში მონუმენტური ხატწერა უფრო გასაგებია იყო, ეს იყო მონუმენტური მხატვრობა, ასე ერქვა კომუნისტების დროს, ეს დარგი არსებობდა სამხატვრო აკადემიაში, რომელიც კურსდამთავრებულიც მე გახლავთ ათეულების წლების წინ, მაგრამ ის სრულყოფილი სწავლა, რასაც ქვიან ხატწერის რესტავრაცია, ვერ იქნებოდა და არ იყო. და რაშია საქმე? წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ მხატვრობა ხატწერა არის თეოლოგიის განუყოფელი ნაწილი. ამას ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ივანე ოქროპირი ამბობს და თუ ჩვენ ამას მივიჩნევთ და ესეა, ჩვენზე არ არის მივიჩნევთ, არ მივიჩნევთ, მაშინ ამ დარგის საფუძველი ხატწერაზე მაქვს საუბარი, უნდა იყოს თეოლოგიური სწავლებანი. ეს არის ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, იქ მერე ერთვება ლიტურგიკა, მერე ასევე აუცილებელი ეკლესიის ისტორია, იკონოგრაფია და ასე და ასე. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც დაყრდნობითაც უნდა ხდებოდეს ხატწერა. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ ხატწერის რესტავრაციაზე, მაგრამ ხატწერის რესტავრაციის საფუძველიც უშუალოდ ის დარგი არის, რესტავრატორიც უნდა გავზარდოთ. ეს არის ხატწერა. ამიტომ მე მინდა თქვა, რომ
მომავალ აბიტურიენტებს აუხსნა რა არის ჩვენი მიმართულება. ეს არის სწავლება ხაწერაში, თავისი სრული ამ დისციპლინებით რაც უკვე ჩამოვთვალ და პლუს კიდე როგორც კი მესამე კურსიდან ვიწყებს სწავლებას რესტავრაციის მიმართულებით, აქ უკვე ცალკე არის ხაწერა, ცალკეა ხაწერის რესტავრაცია, სრული კურსით გადის რესტავრატორების ხაწერას და ამას ემატება კიდევ ესე ვთქვათ მონუმენტური ხაწერის რესტავრაცია. თუ ხაწერაში თქვით რომ ეს თეოლოგიური სწავლებარია წამყვანი და ასევე საფუძველი რადგან ხაწერებიც არიან ჩვენი კურსდამთავრებულები, ასევე ამას დაემატება უკვე ის საგნები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში. ძეგლების პირობითია, იმიტომ რომ მე არ სიამოვნებს არასდროს როცა თქვათ ხატს ძეგლს ვეძახით, ხო, ეს რაღაც არქეოლოგიას ერქვა ძეგლი, მაგრამ ეს ცოცხალი რამ არის, რაზეც ჩვენ თუ ჩვენ შეწევნას ვთხოვოთ, ესე იგი ცოცხალს ვთხოვთ, ხო? სხვანაირად არ შეიძლება გააზრებული იქნას. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ამ მიმართ აბსოლუტურად განსხვავდება, თქვათ, ეს მიმართულება საერო სასწავლებელშიც არის, მაგრამ იქ ვერ იქნება სრულყოფილი სწავლა, იმიტომ რომ სრულყოფილი სწავლა რომ იყოს, ჩვენ უკვე ვთქვით, თეოლოგიური საფუძველი, თეოლოგიური საფუძვლის უპირატეს სასწავლო პროცესი ალბათ გერიესი ეკლესიის წიაღში და განსაკუთრებით სასულიერო აკადემიაშია. სასულიერო აკადემიაში ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ესე ცოდნა, ესე ვთქვათ, სიღრმისეული ცოდნას იღებს სტუდენტი, ვიდრე შეიძლება სხვაგან მიიღოს, თუნდაც მე დავაცახებ. თუმცა მე ემატება იქ ორგანული ქიმია, ორგანული ქიმია, ტექნოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ რესტავრაციაზე, რაოდენ ღირებული არის ეს მოგეხსენებათ ძალიან დიდი მოცულების სამუშაოები ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი ღვთისწყალობით, ბევრი ტაძარია მოხატული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც. დღეს თუ არა გვაქვს ამის საშუალება და ფინანსების და თქვათ ესეთი აქტიურად ვერ მიმდინარეობს, წელს ვერ მოხერხდა ერთ ძეგლის სარესტავრაციების დაფინანსება, მაგრამ თვითონ რესტავრატორების, მომავალ რესტავრატორების სამუშაოები მაინც არის. თბილისში არის დაფინანსებები, მიმდინარეობს ძველი სადარბაზოების აღდგენები და აქ ჩართულები არის, რომ სამუშაოს მიმართულებით ჩვენი სტუდენტები გარანტირებული არიან ამ მიმართულებით და გარდა მაგისა ჩვენ სულხომ ესეთი საუბარი სტუდენტებთან, რომ თქვენ ხართ ამავდროულად ხატმწერებიც. ამიტომ ესე ვთქვათ, აუარებელი ძეგლი ეს ეკლესია შენდება დღეს საქართველოში და ამ ყველა ეკლესიას მოხატვა ჭირდება, ხატების შემკობა ჭირდება და ეს ყველაფერი შემოქმედნი არიან ჩვენი კურსდამთავრებლები და გამორჩეულები არიან. დღეს ჩვენი კურსდამთავრებლები შემიძლია ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდა სპეციალისტები არიან, რომლებიც ეკლესიებს ხატავენ, მაგალითად დაწყებული თრუსხეობიდან სვანეთში, მაგალითად ნათია გაბისონია ასეთი, აკაკი წერეთია ჩვენ კურსდამთავრებული მიხეილ ბერიძე ერთ-ერთი წამყვანი ესე ვთქვათ ფერმწერია და ასე შემდეგ და ასე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და ესე ვთქვათ დასაქმებაზე ვისაუბრე და გარდა მაგისა ჩვენი გადაცემის მე მგონი ერთი შინაარსი ისიც არის რომ ჩვენ მომავალ აბიტურიენტებს მოუწოდოთ რომ გარდა ამ ყველაფრის ამ სიღრმისეული სწავლის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი ნამდვილად ხელშეწყობა ძალიან მაღალია. რისი საშუალებაც არის იმაზე მაგ საუბარი, ასაკულებ პრემიერ შეიძლება და მაგრამ მაქსიმალურად ხო, რაც რესურსია მაქსიმალურად ხელშეწყობა რექტორისგან, მამა გიორგი ზვიადაძისგან, პროფესორისგან და თელი რექტორების გვერდში გვიდგას, იმიტომ ჩვენ მაინც განსხვავებული დამოკიდებული იმ თეოლოგიური მიმართულების სწავლებებიდან, რომელიც უშუალოდ სემინარიაში და თუნდაც აკადემიაში ჩვენ ცოტა განსხვავებულია მაინც, იმიტომ რომ არის საეკლესიო არქიტექტურა ჩვენ ფაკულტეტზე ხო ხაწერა ვთქვით, უკვე რესტავრაცია და აქ ცოტა სხვანაირი მიდგომები და ხარში გვიდგანან ჩვენ ესე ვთქვათ აზრებს ითვალისწინებენ ამ სასწავლო პროცესის სილაბუსები იქნება თუ ასე შემდეგ და ეს ძალიან ესე ვთქვათ შედეგსაც ვიღებდა ის რომ პრაქტიკულად მიიღო მონაწილეობა ამ გარდა მაგისა მინდა ვთქვა რომ განსხვავებით სხვა სასწავლებლისაგან ჩვენ სასწავლებელს აქვს საერთო საცხოვრებელი წოდებული სამმაგი კვებით, სამჯერადი კვებით, რომელიც ესე მარტივი არ არის დღეს ამ სიდუხჭირის ჟამს და ამავე დროს სასწავლებელი უფასო დღეს არაფერი არ არის მოგეხსენებათ, მაგრამ პატრიარქის დაფინანსებით და მისი კურთხევით ხდება ეს რომ დღეს რა მდგომარეობა კი იცით და სწორ დამოკიდებულო აბსოლუტურად ეკლესიის წიაღში აი ეს ყველაფერი ხდება და არ ამგონია დიდი ხელშეწყობა. ხო, არ ამგონია რაიმე ესე დიდი არჩევანი ქონდეს დღევანდელ მდგომარეობაში, მით უმეტეს რაიონებში ჩამოსულ სტუდენტს რომ თქვათ აქ არ მოვიდეს და რა ვიცი ეს გარე ეკლესიის წიაღი სრული დაფინანსებით თან ისეთ როგორ ასაულე მათი თავისუფალი არჩევანი არ, მაგრამ
მე მოკლედ მოგახსენეთ ის რისი წარმოდგენა შეიძლება გქონდეს ზოგადად მომავალ აბიტურიენტს, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო არის ის რატო წარმოიშვა, როგორ წარმოიშვა, რა განსხვავება უცხოეთში რა ხდება ჩვენთან რა ხდება, მაგრამ ეს სხვაგადაცემის თემაა და ეს არ მოიცავს ჩვენ დღევანდელ. თავად კურდამთავრებულს გითხოთ, ბრძანეთ იმ გარემოზე და იმაზე თუმე დაინტერესდება, აი საბა თქვენ უკვე კურდამთავრებული ხართ, გარემოზეც გითხარით და საერთოდ გითხარით როგორ იყო სწავლების პროცესი, რა გამოცდილება მოგცათ და თქვენი თავდაპირველი ფიქრები, მოლოდინები თუ გაამართლა აი იმ გამილმა წლებმა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ გარემო ნამდვილად დადებითი იყო, კარგი პროფესორ მასწავლებლები დადებითად გვექცეოდნენ, ეს გამოიხატებოდა მათ ყურადღებაში და თითოეული დეტალს ერთად განვიხილავდით ხოლმე, როცა მუშაობდით, ეს იყო სწავლების პროცესი, თუ ეს იყო უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი. ამიტომ როგორც ბატონმა მერაბა აღნიშნა, ეს სასწავლებელი არის ერთ-ერთი პირველი, რომელშიც ყველას ვურჩევ თანამედროვე ახალგაზრდებს, რომ ჩააბარონ, მოვიდნენ აქ, იმიტომ მათ აქ დახვდებათ ისეთი გარემო, რომელიც ოჯახში იდილიური გარემო, ასე ვთქვათ. როცა მე ვაბარებდი სასულიერო აკადემიასა სემინარიაში, გარკვეული შეხედულებები მქონდა იმის შესახებ, თუ სად მივდიოდი, წარმოდგენა სად მივდიოდი და რა მინდოდა მეკეთებინა, როცა ამ სასწავლებელში ჩავაბარებდი. საბა და ეს დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, ვთქვათ, მე უკვე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სამომავლო გეგმები როგორია, როგორ აპირებთ რომ გამოიყენოთ? პირველ რიგში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, იმიტომ რომ ეს არ არის პროგრამა მაქსიმუმი, რის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, ახალგაზრდებს გულისხმობ, კურსდამთავრებულებს გულისხმობ. მე მიხარი რომ ჩემი კურსელებიც აგრძელებენ სწავლას, ასე მინდა აღვნიშნო და მე უკვე აქვე აგრძელებთ აკადემიაში? არა, აკადემიაში არა, იმიტომ რომ აკადემიას მაგისტრატურის განხრა არ აქვს სამხატვრო აკადემიაში ვაგრძელებ, მაგრამ მე უკვე მქონდა გამოცდილება იმის, რომ ბატონმა მერაბა აღნიშნა, რომ მიხეილ ბერიძესთან ჩვენი ხატწერის პედაგოგია მასთან მემუშავა, აკაკი წერეთელთან მემუშავა და გარკვეული წინაპირობა შემექმნა იმისთვის, რომ მომავალში ეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო იმ სფეროში, რომელიც 4 წლის მანძილზე ვისწავლე. თქვენ სადიპლომო ცოტა ხნის წინ დაიცავეთ, რა იყო თემა თუ გაგვანდაობთ, რას ეხებოდა თქვენი დიპლომი? ჩვენი სადიპლომო თემა გახლავთ ხარების მონუმენტური მხატვრობა, ატენის სიონის კედლის მხატვრობიდან. უშუალოდ ვიხელმძღვანე ძირითადად ხელმძღვანელობით ატენის სიონის კედლის მხატვრობიდან, მაგრამ განვიხილეთ რამდენიმე სხვადასხვა ნიმუშები მუზეუმებიდან, კედლის მხატვრობებიდან, სხვადასხვა ეკლესიებისა, მოგეხსენებათ ხარებარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელიც თითქმის ყველა ეკლესიაში, მოხატულ ეკლესიაში გამოისახება და რაც შემორჩენილი გვაქვს იქიდან უნიკალური ძეგლებია, ყველა უნიკალური კედლის მხატვრობებია და პერიოდულად მიღებული ცოდნის გამოვლინება ჩვენი აზრით მოხდა და გამოვლინდა იმ ნაშრომში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ცოტა ხნის წინ. და ეს ბატონო მერაბმაც აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ხდება უკვე მერე მიახლება თქვენი, ვთქვათ, ამ თქვენს უშუალო საქმიანობასთან, ეკლესია მონასტრებში დადიხართ, იღებთ მონაწილეობას სტუდენტები და ეს არის მნიშვნელოვანი ალბათ იმისათვის, რომ შენი საომავლო პროფესია, რაც გაქვს არჩეული, უფრო მეტად განავითარო, შეიმეცნო და უფრო მეტი მსურვილი გქონდეს იმის, რომ განვითარდე ამ კუთხით, ხომ? ეს რამდენად დაგეხმარათ ამ ყველაფერში ეს პრაქტიკული გამოცდილება და რომელ მათგანს გაიხსენებ უფრო მეტწილად და შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა? სანამ ამ თემაზე გადავიდოდი, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, იმიტომ რომ სანამ სასულიერო აკადემიასა სემინარიაში მივიდოდი, მე სანტრედიდან ვარ წარმოშობილი და ჩვენი გქონდა ხატწერის წრე, ბატონი ელგუჯა ახუბაძე იყო ხელმძღვანელი და სანამ აქ მოვიდოდი ხატწერაზე ჩვენ გქონდა შეხება ხატწერასთან, ბატონი ელგუჯა გვასწავლიდა ხატწერას და ეს ამან უკვე განაპირობა ის რომ მოვედი აქ. ამის შემდეგ ეს მიღებული ცოდნა, რაც 4 წლის მანძილზე დაგროვდა, ვფიქრობთ რომ უკვე გვაძლევს საშუალებას რაღაც მინიმალურ დონეზე ჩარევები გავაკეთოთ ძეგლებზე, იმიტომ რომ ვიმუშავთ, გულისხმობ ვიმუშავთ და გავიხსენებ იმ ფაქტს, როცა ჩვენ მუშაობდით უშუალოდ
საბაკალავრო ნაშრომზე ძალიან ბევრი ასთა სხვადასხვაობა იყო, ძალიან ბევრი პროფესორ-მასწავლებელი იყო ჩართული ამ საკითხში, რადგან მათი მოგეხსენებათ, როცა კედლის მხატვრობა იქნება საჭიროა იკონოგრაფიის განხილვა, საჭიროა ტექნიკისა და ტექნოლოგიის განხილვა, რა ტექნიკით შესრულდება, რესტავრაციის მიმართულება ცხადია ამას ჩართული იყო, იმიტომ რომ კომპლექსური მუშაობა. დიახ, ეს უმნიშვნელოვანი სფეროა, მოგეხსენებათ და ამიტომ ის ერთობლივი მუშაობა, რაც ამ ნაშრომში გამოვლინდა, ფიქრობ ჩვენთვის ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ფაქტია. ბატონო მერაბა, როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას, დღეს განსაკუთრებით ექცევა ყურადღება, ცხადია ფიქრობს, რამდენად შეძლებს თავის უნარების განვითარებას, პრაქტიკაში დასაქმებას, თავის პროფესიის საქმეთ გახდომას, ხო? რას ფიქრობ, დღეს რამდენად პერსპექტიული პროფესია იქნება რესტავრაცია, იგივე ხატწერა და რამდენად მიეცემა საშუალება სტუდენტს ადამიანს, რომელიც დაუშვათ ამ ფაკულტეტზე ისწავლის, რომ მან განავითაროს თავის ნიჭი და როგორც საქმე ისე გაიხადოს. დიახ. მოდით ესე წარნო გამოვჩა და აქვე დავამატებ იმასაც, რომ ზოგადად რესტავრაცია უმეტესი ნაწილი რესტავრაცია არის პრაქტიკული სამუშაო. ეხლა ჩვენ აბიტურიენტებმა ისე არ გაიგონან საზოგადოებამ, რომ ჩვენ მარტო თეორიას ვასწავლეთ, ესე არ არის. ჩვენთან ხდება პრინციპი სასწავლო პრინციპი ასეთია. თვითონ სტუდენტები ეძლებათ დავალება თქვა შესაძლებელი მინიატურიდან, ხატიდან, დაზგური ნამუშევრიდან, მონუმენტებიდან იღებენ ნიმუში, ესე ვთქვათ, ფრაგმენტებს, აკეთებენ მათ სინთეზს და ზუსტად იმ ტექნოლოგიით, როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, შელესვა, გრუნტების მომზადება, პიგმენტების, ესე ვთქვათ, მოზელვა, გამზადება, შესაბამისი შემაკავშირებელი კვერცხის ემულსია, შემდეგ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, დაიტანენ, ანუ შეასრულებენ, შემდეგ აზიანებს უკვე სხვა ჯგუფი, როგორც აი ხდება შუა საუკუნეებში, აზიანებს ადამიანი, რომელიც ამას ხატავს, ენანება. ფიჭებას ხებს ესეთ აზიანებით საკმაოდ. შემდეგ უკვე მესამე ჯგუფი უკვე რესტავრაცია, იმიტომ რომ ასეც ხდება, თუ ვიღაცამ დახატა, ვიღაცამ მე ტერმა თუ არამეობა რომ დააზიანა და მე მივდივარ ჩვენ და ამის კონსერვაცია, რესტავრაციას ვიწყებთ. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი თემა. სანამ უშუალოდ შეეხები, ესე ვთქვათ, ძეგლს, ესე ვთქვათ, პირობითად ძეგლს, მანამ ხდება მისი შესწავლა, ანუ კვლევა. და კვლევის მეთოდებიც ისწავლება ჩვენთან. იმიტომ რომ ეს კვლევა არის, ეს კვლევა განაპირობებს თუ როგორი მეთოდოლოგია უნდა იქნას შემუშავებული, რომ ესა თუ ის ამა თუ ის ძეგლზე გათვალისწინებთ იმისა, რომ რა ტიპის დაზიანებებია, როგორ უნდა შესრულდეს. ეს ერთი მიმართულება, თუმცა ეს სასწავლო პროცესი, როგორც მოგახსენეთ, ორგანული თუ არაორგანული ქიმია თუ ეს სამხატვრო მასალათა, ესე ვთქვათ, კვლევითი მიმართულება თუ ესე ვთქვათ, მეთოდოლოგიის ცოდნა აუცილებელია, იმიტომ რომ მე შერჩეული იქნებს შესაბამისი მასალები. იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მასალების შერჩევას, იმიტომ რომ ეს მასალები უნდა იქნას შერჩეული, რომ დაზიანება არ მოხდეს პირიქით. ამით უნდა რაღაცა გადავარჩინო, დავაკონსერვოთ, ან გავაკეთო რესტავრაცია და ამიტომ არის ძალიან ღირებული ამ საგნების სწავლა და შემდეგ მასალების შესაბამის შერჩევა და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს ყველა იმიტაცია, ესე ვთქვათ, მოდი პირობითად იმიტირება ხდება, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები მას დახვდება ძეგლზე. მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ, რომ პირდაპირ ჩვენ სტუდენტებს თავიდან აპრიორში იციან, რომ პირდაპირ მათი დამოუკიდებლად ცხადია არც გაბედავენ და არც ვთქვათ, იქნება მისაღები, რომ პირდაპირ ეკლესიაზე დაიწყონ ეს ეკლესია მუშაობა, თუ არ ეყოლებათ შესაბამისი გამოცილი რესტავრატორი და აქვე ესეთი ჩარჩვა მოქცეული კონკორდატის საფუძველზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი ზრუნვაზეა საუბარი და საბოლოოდ გადაწყვეტილებას ნებართვა სახელმწიფო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ეკლესია, ეკლესიის ესე ვთქვი, შუამდგომლობით ამ ყველაფრის ნებართვას საბჭო არსებობს ჯერ ჩვენთან საპატრიარქოში, რომელიც წევრიც მე გახლავთ, ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, კულტურული მემკვიდრეობის და მაშინ რამდენიმე საბჭოს წევრი ჩვენც ვართ და ამიტომ ეს ყველაფერი უკვე დახვეწილი ხილება რა მასალები, რა მეთოდოლოგია და შემდეგ უკვე ხდება, ესე ვთქვათ, დღეს რაღაცნაირად ცოტა დაკნინებულია, ისე უყურება, ხო იცი, და უცხელის უნდა იყოს, მაინდა-მაინც საუკეთესოა. ძალიან მაღალი დონის სკოლა ქონდა ჩვენ, ითვლებოდა მაშინ
კარგი იყო, ცუდი იყო ეს ისტორია, მას ვერ ამოვხვრით. საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ქართული სარესტავრაციო სკოლა წამყვა სკოლა. და სხვათა შორის არც ახლა საკმაოდ მაღალი დონის რესტავრატორები ყავს, მაინდა-მაინც გაშვერა სადღაც ხელს არ გვჭირდება, თუ ძალიან ღირებულდა მნიშვნელობა ჩვენი კონტაქტები, იმიტომ ჩვენ უშუალოდ გერმანელ სპეციალისტთან, იტალიელებთან გვიმუშავია, როგორც სკოლებით სამუშაოები ჩაგვიტარებია, ისე თვითონ უშუალოდ ძეგლზე მუშაობა და ეს ყველაფერი ჩართულები იყვნენ სტუდენტებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. სწორედ სადიპლომო ნამუშევრებს ხედავთ ახლა ჩვენ ბატონო მერაბ და ასევე ალბათ ძალიან საინტერესოა ის თუ შემდგომ რა კვალიფიკაცია ენიჭება თქვათ კურსდამთავრებულებს. ზოგადად კურსდამთავრებული ჩვენთან ხო ესეა ეს არ არის სრულყოფილი ჯერჯერობით ესე ბაკალავრიატია არ არის სრულყოფილი უმაღლესი განათლების თუ რაღაც გარკვეული საფეხურია. შემდეგ საფეხური აუცილებელია მაგისტრატურა, მაგრამ სამწუხაროდ მაგისტრატურის პირობები ჯერ ბაზა არ არსებობს, თუმცა მომავალ ფიქრობთ ეს აუცილებლად იქნება და მათთვის ეს სამაგისტრო ჩვენთან გულისხმობ. ამიტომ ჩვენ სამაგისტრო ესე ვთქვათ იმ პროგრამის გავლას თვითონ უშუალოდ ძეგლზე ხელმძღვანელებთან ერთად გადიან და სრულყოფილ ცოდნას იღებენ და რაც თქვენ კითხვას დაუბრუნდები წერან თქვი კიდევ იმეორო ძალიან მოთხოვნად საქართველოში ძალიან მოთხოვნადია ალბათ მოვა სულ მალე უახლოეს წლებში რომ ეს დაფინანსება იქნება მის შესაბამისი რომ ჩვენ ეს პროფესია ჯერჯერობით განვითარდეს უფრო მეტად არ დავკარგოთ და ინტერესი მეტი გამოჩნდეს მაგრამ დღესდღეობით ვახერხებთ იმას რომ თუ სარესტავრაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს ძეგლებზე არა მე ვძახი წელს მაგ შარშანო იყო გარკვეული ფრაგმენტულად მაგრამ მაინც იყო წინა წლებში იყო მაგრამ წელს რაღაცნაირად შეფერხდა მომავალში იმედს ვიტოვებ რომ ეს ყველაფერი ადგება და სამუშაოები დატვირთული იქნება და პარალელურად კიდევ ერთ სიტყვას ჩავამატებ რომ ალბათ სამუშაო თუნდაც ძეგლების მოხატვა იქნება თუ ხატების შექმნა. ეს დამოკიდებული უშუალოდ სტუდენტის მომდომებაზე. თუ სტუდენტმა ახლა ესე იგი სასწავლო პროცესი, ხო, თუ არ უნდა სწავლა ახლა არც არავინ დააძაბა. ყველა პირობაა საიმისოთ რომ ისწავლონ ნამდვილად ფასოა მთავარია მათი მომდომება. ეხლა ბოლოსკენ აუცილებლად თქვათ, სამდენი ვისაუბრეთ ჩარიცხვის წესებზე და მოთხოვნებზე. რა მოეთხოვება აბიტურიენტს და როგორ ხდება ჩარიცხვა? მოგახსენებთ, ხო, ჩარიცხვის წესები ასეთია, ნუ ხატვა აუცილებელია, გარკვეული მე არ ვიძახი ახლა რაღაცით შედევრები უნდა შექმნას, მაგრამ ერთადერთი რაც არის ეროვნული გამოცდებიდან უნდა გქონდეს ქართულში ჩაბარებული, ერთი გამოცდა უნდა გქონდეს ჩაბარებული თუნდაც თუ მეტიც ქონდა არ შეუშიცხადია. დანარჩენები შიდა გამოცდები ეს იქნება კატეხიზმი, ეს არის უცხოენა, ეს არის ისტორია. დიდი სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს თუ მომზადებულია თქვათ სასჯავრო სკოლა რომელიც მაინდა-მაინც ვერ დავიკვეხებთ რაღაც მაღალ დონეზეა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მოდიან ძალიან კარგი სტუდენტები არიან ოქროს მედალოსტების ვერცხლის მედალოსტების მოდიან და ჩვენთვის ეს იმის გარანტია რომ შესაბამისად კარგ სპეციალისტებს გავდით და ქვეყანას ეყოლება ესე ვთქვათ ხალხი ვინც ამ კულტურულ მემკვიდრეობის ამ დიდ საგანძურს ჩაიბარებად მოულის და ბოლოს კი რას ურჩევთ მათ ვინც გადაწყვეტ ჩაბარებას რა გაითვალისწინებთ პირველ რიგში ვურჩევ მათ რომ მოემზადონ იმ საგნებისთვის რომლებსაც შეეჭიდებიან ცხადია განიხილონ პროგრამები რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის ვებგვერდზე დევს, გამოქვეყნებულია, განიხილონ ის პროგრამები, რა შინაარსის ტექსტებთან მოუწევთ მუშაობა, რა ტიპის მასალებთან მოუწევთ მუშაობა, ამას ცხადია პერიოდულად სემინარიაში გაიგებენ, მაგრამ წინასწარ მზაობა გქონდეთ, თუ რასთან მოუწევთ, რამხელა მნიშვნელობის საქმესთან მოუწევთ შეჭიდება ამ იმ 4 წლის მანძილზე, რომელშიც ისინი სასულიერო აკადემიაში გაატარებენ. დიდი მადლობა. მადლობა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე უმაღლესი კატეგორიის მხატვარ რესტავრატორი პროფესორი მერაბ ბუჩუკური და კურსდამთავრებული საბა წოწორია გახდნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენს ეთერში ახლა სიუჟეტის დროა სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას გეტყვით რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მგალობელ მომღერალთა ანსამბლ დიდგორის სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას კი ჩვენ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა ნინი გელაშვილი რა თქმა უნდა უფრო მეც მოგიყვებათ მის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან. სიმღერა ცხოვრების წესია
სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობს მგალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი, რომელიც უკვე 21 წელია ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება. ანსამბლი კვლავ აგრძელებს ერთგული მსმენელის განებივრებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გუნდის მორიგი კონცერტი გაიმართა. ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოზე მომღერლებმა განახლებული რეპერტუარი შეასრულეს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეების თითქმის ყველა სიმღერას აერთიანებდა. კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დამსწრე საზოგადოებას, ვინც მოისმინა ჩვენი შესრულებული სიმღერები, ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვიდგინა სიმღერები, ფოლკლორული ნიმუშები ყველა კუთხიდან და ვიმედოვნებთ, რომ მსმენელი კმაყოფილი დარჩა ჩვენი კონცერტით. დღეს შევასრულეთ სიმღერები სხვადასხვა კუთხეების, როგორც ყოველთვის ჩვევია, ვცდილობთ მოვიძიოთ ის განსაკუთრებული საშემსრულებლო ნიმუშები, რომლებიც ჩვენზე არის მორგებული, დღესაც გქონდა სიახლეები, იყო სხვადასხვა კოლაბორაციები ჩვენს მეგობრებთან ერთად. ჩვენს გარდა იღებდა მონაწილეობას ანსამბლ მარგალიტის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი თათია დარსანია, ჩვენი მეგობარი და მე მგონი წარმატებით გამოგვივიდა და მსმენელის კმაყოფილი დარჩა. ქართული ტრადიციული მუსიკის საღამოს მოწვეული სტუმრები, ფოლკლორისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მგალობელ მომღერალთა გუნდმა ტრადიციულად მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტმა გონი კარგად ჩაიარა, თუ ვიმსჯელებთ მაყურებლის ოვაციებით. შევასრულეთ თითქმის ყველა კუთხის სიმღერა და აქედან ალბათ 80% იყო სრულიად ახალი რეპერტუარი ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მივემგზავრებით ფინეთში გასტროლებზე. ფინეთიდან დაბრუნების შემდეგ უკვე ვგეგმავთ საქართველოს რეგიონებში ტურნეს და კონცერტების გამართვას. მგალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი კი 2006 წელს შედგა. 1021 წელს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორის ველზე ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ანსამბლს სახელი არქიმანდრიტმა იოანე კიკვაძემ შეურჩია. მგალობელ მომღერალთა გუნდი წლებია აქტიურად იძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს. 2015-2016 წლებში დიდგორმა პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას კვლავ მუსიკაზე, კვლავ სიმღერაზე, კვლავ ფოლკლორზე. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი მართვე გასტროლების ემზადება. ანსამბლი ქართულ ფოლკლორსა და ქართულ სიმღერას ამერიკის შეერთებულ შტატებში ფესტივალზე წარადგენს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ვალერი ქუთიძე დილამშვიდობის მოწვეული. აკურთხოთ რომ წელს 47 წელი შეუსრულდა მართვეს. საოცარია, მართვე არის ცალკე ისტორია, ცალკე დიდი საქმე ამ მართლაც გამორჩეულ ჩვენს კულტურაში და ცხადია პირველ რიგში ბატონი ანზორის რაღაცა უდიდესი მაშინდელი, ესე განჭრეტილი იმისთვის რომ ეს ქართული სიმღერა გადაერჩინა და მე გილოცავთ ამ წელს ამ ნაყოფიერ პერიოდს და დარწმუნებული ვარ წინა აქვს კიდე ბევრი აწლეული წელი. გითხარით როგორ ემზადებით გასტროლისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია უცხოეთში განსაკუთრებით წარმოადგენს ჩვენს კულტურას და მით უმეტეს ასეთ ქვეყანაში რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებია. რა ფესტივალზეა საუბარი? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით. ყოველთვის მართვეს გვერდით გეხართ თქვენ ტელევიზია და ამისთვის დიდი მადლობა. დიახ, ერთ კვირაში მივამგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მონტანა შტატში, ქალაქ მიზულაში. საერთაშორისო ფესტივალია, სხვათა შორის 97 წლიდან თუ არ ვცდები დაფუძნებული ფესტივალია და მსოფლიოს ყველა კუთხიდან თითქმის ცნობილი გუნდები და სერიოზული გუნდები ჩამოდგნენ ფესტივალზე. რაც შეეხება რეპერტუარს, თავად რა უნდა წარადგინოთ ფესტივალს, აქვს თავისთავად რაღაც გარკვეული თავისი მოცემული გეგმა, ასე ვთქვათ, ხო? საერთაშორისო ფესტივალი ქვია უბრალოდ ყველა ქვეყანა თავის
ჩვენ მაგალითად ფოლკლორით მივდივართ, მაგრამ არიან კლასიკური გუნდებიც. და არიან ძალიან საინტერესო ფოლკლორული გუნდები აფრიკიდან, მაგალითად სამხრეთ ამერიკიდან. მე პირადად ნამყოფი ვარ ამ ფესტივალზე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მართლა პირველად მიდის და ძალიან საინტერესო გუნდები არიან. ახლა წელს მაგალითად უგანდიდან არის ძალიან კარგი გუნდი. ევროპიდან არიან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, აღმოსავლეთიდანაც არიან გუნდები და თვითონ ამერიკიდანაც რამდენიმე გუნდია და აი მაგით არის საინტერესო, რომ ეს განსხვავებული სიმღერის კულტურა და ისტორია კი ერთმანეთს ერწყმის და ფესტივალიც ხომ მაგიტომ არის შექმნილი, რომ დაამეგობროს თავისი შემოქმედება ქვეყნებმა სხვა ქვეყნებმა და დაამეგობროს და ამით ნომინაციები არის თუ არ არის ნომინაციები? არა, ეს არის ფესტივალი უბრალოდ და კიდე საინტერესო ის არის, რომ ყველა ქვეყანა ვინც ჩამოდის და წარადგენს თავის შემოქმედებას, იმართება ვორქშოპებიც და ამის შესახებ პატარა ლექციების სახით წარადგენს თავის კულტურას. თქვენ ცხადია გაქვთ თქვენი რეპერტუარი, გაქვთ გამომდინარე იქიდან რათაობა, რა ხმებია. თუ ხდება ხოლმე რომ ეს ფესტივალებზე რაღაცა განსაკუთრებით ქმნით ან ამუშავებთ კონკრეტულ სიმღერას, რომელსაც წარადგენთ საფესტივალოდ, იმიტომ რომ როგორც სოფო მაგნიშნა არსებობს ფესტივალები, რომელსაც აქვს თავის გეგმა, თავის შინაარსი, თუმცა რომ არ გქონდეს, როცა მიდიხარ, მაგალითად საქართველოში კონცერტი, სხვა არის ქართველი მაყურებელი, როცა მიდიხარ და ჩვენ თქვით რომ იქ უცხო მაყურებელი მოისმენს, სხვა ქვეყანა მოისმენს, შეიძლება კონკრეტული სიმღერა, კონკრეტული რაღაც ნიმუში გინდათ გაიტანოთ. ხო, ეხა კონკრეტულად მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ იმათვის ქართული ფოლკლორი სადაც გაჟღერდება, აბსოლუტურად გაუცებას იწვევს. თან მუსიკალური საზოგადოება არის ჩამოსული და ძალიან ინტერესი იწვევს, როგორც კი გაიგებენ ქართული ანსამბლი ჩადის. ეს ნებისმიერ ფესტივალზე ზოგადად ესე ხდება. განსაკუთრებული ინტერესი. იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ყველასგან. ეს ხო უნიკალურია მარტო აქ არის დედამიწის სულზე მარტო ჩვენთან არის ეს რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ თქმა უნდა და როგორც კი გაიგებენ ბავშვად ქართული ანსამბლი სადმე ჩადის ძალიან დიდი აღფრთოვანებით და ერთი სულიად როდის ჩამოვიდა. ჩვენც რეპერტუარი შევადგენთ, რა თქმა უნდა, ყველა კუთხის სიმღერები, იმიტომ რომ მრავალფეროვანი იყოს და ამითაც ძალიან ინტერესდებიან, რომ ესეთ ერთ ქვეყანაში რაღაც დაუშვათ იმღერებ კახურ სიმღერას, დინჯს, ლამაზ დარბაეს უსტო უცბად მე რო გუგლ სიმღერას სიმღერებ. მე გუგლზე გადახვალ. მე ხო ეს ძალიან აუცილებლად დავშე ხო შეიძლება დავუშვათ ჩავიდეს ქვეყანა და რაღაც ერთი სტილის სიმღერები ესე ხდება. როგორ მოხდა მართლაც ამ ფესტივალზე ასე ვთქვათ წარგზავნა? სხვადასხვა ჩვენ 2016 წელს ვიყავით აიდაჰოს შტატში ფესტივალზე და ეს ფესტივალები აიდაჰოში და აქ მონტანაში არის მონათესავე ფესტივალები, ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი ყავთ და სხვადასხვა ერთ წელს ტარდება ხოლმე როგორც წესი ეს ფესტივალები, მაგრამ კოვიდმა 3 წლის წინ შეუშალა ხელი და ახლა უკვე გაიყვნენ წელს აქ არის და გაისათარი აიდაჰოში და შვენიერია იქ რო ჩავსულიყავით უკვე გვეპატიჟებიან გაისათიკაც ჩამოდით და შვენიერია მე ვიყავი ამ ფესტივალზე, ჩვენ ეკლესიიდან გუნდით ვიყავი ჩასული და გვაქვს ურთიერთობა ამ ფესტივალთან და ყოველთვის სურვილი ჰქონდათ, რომ აი თქვათ იცოდნენ, რომ მართვი არსებობდა და მე მის ლოტბარი ვიყავი მაშინ და სულ ინტერესი ჰქონდათ ყოველთვის. თქვენ აგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბატონი აზორის ამდით გზას, რომელმაც თავის დროზე, გარდა იმისა, რომ მართლა, ну, რა ვიცი, ამ ერთმა კაცმა შეუძლებელი შეძლო თავის მეგობრებთან ერთად, დიდ მომღერლებთან, ცოცხლებთანაც და გარდაცვლილებთანაც და მართვის აზრი მთავარი ეს იყო ყველა მოცით ხო რომ გადაერჩინა და ახლიდან შეიყვარებინა ქართული სიმღერა და ეს მოხდა და დღეს არ ვიცი ისეთი პოპულარულია როგორც ალბათ რა ვიცი არასდროს შეიძლება ითქვას. რა ხდება დღეს? როგორია ინტერესი? თაობა როგორია? იზრდება თუ არა გაინტერესება? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის თქვენთან. აი თქვენ ბატონი აზური ახსენეთ და სხვები მასთან ერთად ცხადია ყველა. მაგრამ პირადად მისი დამსახურება ამ ადამიანს 57 წლის წინ რომ ჩაუყარა ამ საფუძველი და მიზანიც ეს იყო რომ შეეყვარებინა ბავშვებისთვის სიმღერა ხალხური. იმიტომ რომ მისი სიტყვებია თუ გინდა სიმღერა გადარჩეს იგი ბავშვებს უნდა ასწავლოს. დღეს უამრავი ბავშვი მღერის საქართველოში, უამრავი ბავშვი ანსამბლია, ერთმანეთზე უკეთესი. ეს პირდაპირ ამ კაცის დამსახურება. თუმცა ახლა თქვათ რომ დღეს უმეტესი ლოტბარები და ხელმძღვანელები მართველები არიან. და უამრავი ბავშვი მოდის. ჩვენ ქართველების გენეტიკაში გვაქვს, მე ახლა 31 წელია რაც ვასწავლი ბავშვებს და საკმარისია 2-3 რეპეტიცია პატარა 5 წლის ბავშვმა, 2-3 რეპეტიცია იაროს.
და უცბად რაღაცა იღიზებს მაშინ. და დედას ეუბნება ავდგეთ წავიდეთ სიმღერაზე. წარმოგიდგენთ სკოლაში შეიძლება თქვას რომ რაღაცა მეზარება წასვლა დავშდება სიმღერაზე, აი თვითონ რაღაცა გენეტიკაში გვაქვს. ხალერ მიღებას რაც შეეხება რადგან ამდენი სურვილი არის შესაბამისად გაქვთ ალბათ რაღაც გარკვეული პერიოდი მიღების თქვა წელიწადში ერთხელ ორჯერ როგორ ხდება თუ მთავარი არის სურვილი გქონდეთ და ეტაპობრივად ხდება მიღება რა არის საჭირო სხვათა შორის მაგას ძალიან დაალაგება უნდა იმიტომ რომ სულ მოდიან და სულ რეკავენ სურვილი კარგია მაგრამ მარტო სურვილი არა თუ არა კიდევ ერთ ვიტყვი ახლა სამი თვე ახალი დირექტორი ყავს ჩვენ მართვაში ბატონი ერაგელ ტყვაცერია მიერსალები აქედან მანამდე მიშო ჯავახიშვილი იყო გადავიდა ანსამბლოს თავში სხვადასხვა დღეს დაბადების დღე და მინდა მიულოცა აქედან ჩვენს მიულოცა და ამ ახალი ენერგიით ახალი ძალებით უკვე ეხლა ვაპირებთ ესე რომ ყოველ თვეში რომ რაღაც რიცხვი ავიღოთ და იმ დღეს იყოს ვისაც სურვილი აქვს მოსმენას ჩავატარებთ და ბავშვებს მივიღოთ ძალიან ბევრი მსურველია ძალიან ბევრი და სასიხარულო რაც მეტი უკეთესი წარმატებას გესურვებთ მადლობა რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი რამდენიმე დღეში ერთ კვირაში ბრძანეთ რომ მეგზავრობით ნიშნულოვან ფესტივალზე და ჯერა რომ ისე როგორც მანამდეც ძალიან წარმატებით დაბრუნდები და კიდევ ერთხელ მოისმენს სხვადასხვა ქვეყნიდან და მსოფლიო ქართულ ამ უნიკალურ ჩვენს მართლაც უდიდეს სიმდიდრეს ქართულ ფოლკლორს. წარმატებას გესურვებთ თქვენ და დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და ყოველთვის მართვის გვერდით გეხართ. კი ბატონო. დიდი მადლობა ანზორ ერქომაშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ მართვეს ეზოდება გასტროლისთვის და მისი ესე იგი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ვალერი ქუთიძე იყო ჩვენი სტუმარი. ამდენიმე წუთში დავბრუნდებით ისევ ფოლკლორზე ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში ემიგრანტების და იმიგრაციის თემაზე, სადაც კერძოდ ლიონში გაიმართა საინტერესო კონცერტი. ამდენიმე წუთში მოგიყვებით ამ შესახებ.
მოკლედ ისე მოეწყო დღევანდელი დღე, რომ თითქმის მეორე ნაწილი ფოლკლორს შეეხო და ახლაც ვისაუბრებთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კონცერტზე, კერძოდ ემიგრაციაში, უცხოეთში ჩატარებულ კონცერტზე, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები ღებულობდნენ მონაწილეობას, ისინი რომლებიც დროებით ცხოვრობენ უცხოეთში, 3 ივლისს საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ლაშარი ჯვრის ხელმძღვანელობით და მასპინძლობით გაიმართა ქართული ქორეოგრაფიული საღამო სახელწოდებით კიდევაც დაიზრდებიან. აი სწორედ ამ კადრებს ვადევნებთ ახლა ჩვენს თვალს, ზურგს უკან თქვენ ხედავთ ეკრანზე. ქართული სულის ზეიმს, ერთობის ზეიმს ემიგრაციაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური საღამოთი აღინიშნა და გეტყვით, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლ ლაშარი ჯვარი დაარსდა საქართველოში 2011 წელს ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია ქალბატონი ლალო მელიცკაური 2022 წლიდან ანსამბლმა შემოქმედებითი ცხოვრება უკვე გააგრძელა საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ლიონში და დღეისათვის ანსამბლს აქვს 3 ფილიალი შემდეგ ქალაქებში: ლიონი, ვალანსი, გრენობლი და კონცერტში, რომელიც ლიონში გაიმართა, ლაშარის ჯვართან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთში არსებული ცეკვის ანსამბლები ფესვები და კოლხიდა და ქართული ერთობის ზეიმში მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე ემიგრანტი ბავშვი მონაწილეობდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები ემიგრაციაში ახერხებენ ერთობის სიყვარულს, ქართულ კულტურასა და თვითყოფადობის შენარჩუნებას და ჩვენ კადრებში ასევე ვნახეთ, რომ მამა ანტონი პარიზის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ესწრებოდა ამ კონცერტს და მამაო ყოველთვის ჩართულია. მართლა თვითონაც ძალიან ბევრ შრომობს, რომ ენარჩუნებული იყოს ეს ქართულ ფესვებთან, ქართულ კულტურასთან კონტაქტი და არტოებს ეს შემთხვევას, რომ არ ჩავიდეს რაღაც არ მიმართოს მათ და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მადლობა მათ ყველას ამ ანსამბლს ემიგრანტებს, რომლებიც ესე დროს ჩვენთან, ჩვენს ტელევიზიასთან არ წყვეტენ ურთიერთობას, გვაწვდიან მასალას, ინფორმაციას და ჩვენ სიხარულით ვაშუქებთ ყოველთვის და გვინდა მათ უსურვოთ წარმატებები, უსურვოთ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ბევრი მათგანი დაიბადა ემიგრაციაში საფრანგეთში და მათ ოჯახებს, მათ მშობლებს დიდი მადლობა ხელმძღვანელებს ანსამბლის, რომ აი ამითაც არ წყვეტენ ჩვენს კულტურასთან კონტაქტს და ახსენებენ ესე იგი რა კულტურის წარმომადგენლები არიან. არ მხოლოდ მასალებს გვაწვდიან, არამედ ჩვენს გადაცემაშიც არაერთხელ ყოფილან ჩვენთან სტუმრად და მათი ეს ემოციები, მათი ეს განცდები ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვთ და ის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ქვეყნიდან მოწყვეტილი ხარ, მაგრამ აგრძელებ იმ შენს ტრადიციებს, იმ კულტურას და ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია და ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ თითოეულ ემიგრანტს და დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთი და პატივისცემით კიდევ ერთხელ დიდ სიყვარულს გიგზავნით ჩვენი. კი ბატონო, მე არაერთხელ მქონია ემიგრაციას თემაზე სიუჟეტი, ცოტა ხნის წინაც მქონდა იტალიიდან და რა მინდა ვთქვა, რომ ასე თუ ისე ვიცი ხოლმე რომ ჩავდივარ მათი რთული რეჟიმი. ოჯახების, ბავშვების, მე თვითონ ესე სწავლა აქვს, საქმე აქვს, არ არის ადვილი ესე მოიცალო და კვირაში ერთი დღე რამდენიმე საათი რო აქვს დასვერების ნაცვლად მიდიან და აი რაღაცა მღერიან ცეკვავენ და დიდი მადლობა ქორეოგრაფებს, რომლებიც ვრუნავენ, დიდი მადლობა ოჯახს და თავად ბავშვებს, რომ როგორც აღნიშნე, არ წყვეტენ ჩვენ სამშობლოსთან ამ კონტაქტს, რაც გამოიხატება ცხადია ცეკვით, სიმღერით. ეს არის მხოლოდ ის, რომ რაღაც ილეთი ისწავლოს ბავშვმა, რაღაც სიმღერა ისწავლოს, ეს საკმაოდ დიდი შრომაა თავისთავად, იმიტომ რომ აქ მხოლოდ ილეთისა და სწორი მუსიკალური ბგერის გარდა არის ის მთავარი, ის ისტორია, ის შენი საფუძველი და ის ფესვები, რომელიც აუცილებლად უნდა შეახსენო, ჩაუნერგო და ამით აღზარდო ქართული სული. შეაყვარო სამშობლო, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ჩვენ ხედავთ ახლა მოზარდებს შესანიშნავად ცეკვავენ, შეიძლება არ წופილან ჯერ საქართველოში და ისე იციან მოყოლით და აქვე აუცილებლად ვახსენოთ სამრევლოები, რომლებიც დაფუძნებულია მსოფლიოს სხვა ქვეყანაში და სამრევლობის წინამძღვრები, რომლებიც ძალიან ბევრ შრომობენ გარდა იმ სულიერი მიმართულებისა, რომ აი ეს სიმღერით, ცეკვით, არ ვიცი, ანსამბლებით მეტნაკლებად გაერთიანონ ნიკופი ქართველები და იმ მამა ანტონს ხედავთ ახლა კაცში, როგორც თქვი, მამა ანტონი განსაკუთრებით გამოირჩევა ამ კუთხით, სხვა მომებთან ერთად, სხვა წინამძღვრებთან ერთად, რომ ეს ურთიერთობა გქონდეთ. უსურვოთ წარმატება ჩვენ ამ ანსამბლებს, ჩვენს მოზარდებს, ქართველებს და იმედია მალე საქართველოს სამშობლოში ნახავთ მათ კონცერტს. წარმატებას უსურვებთ მათ. ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია. ბედნიერ დღეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ ნათლისმცემლის ივანე ნათლისმცემლის შობის დღეს გილოცავთ. გმადლობთ რომ ყურადღება დაგუთმეთ. კახა მიქეშვილი, სოფიო გუჯავა თქვენთან ერთად ვიყავით ამ დროის განმავლობაში. ნახვამდის.